მოგესალმებით. დღეს გიამბობთ ამბავს ერთ იმპერიაზე, რომელმაც არაუბრალოდ მართა ტერიტორია, არამედ ფაქტობრივად შექმნა ერი. ეს სეფიანთა დინასტიის ისტორიაა, რომელმაც თანამედროვე ირანის სახე განსაზღვრა და რომლის მემკვიდრეობა, იცით, დღესაც ცოცხალია. და მოდით, თავიდანვე დავსვათ მთავარი, ცოტა უცნაური კითხვა. როგორ ხდება, რომ რაღაც რელიგიური მისტიკური საძმო უცებ უზარმაზარ იმპერიად იქცევა? აი ეს კითხვაა სეფიანთა მთელი ისტორიის გული და ჩვენ სწორედ ამ გამოცანის ამოხსნას შევეცდებით. ამ ამბის გასაგებად, მოდით, სულ თავში დავბრუნდეთ მათ იდუმალ საწყისებთან. ნახოთ, როგორ მოხდა ეს საოცარი ტრანსფორმაცია, როგორ გადაიქცა ერთი სულიერი მოძრაობა ჯერ პოლიტიკურ, შემდეგ კი მაკანგან სამხედრო ძალად. და აი პირველივე ფაქტი, რაც მათ გამოარჩევთ, სეფიანები თავიდან საერთოდ არ იყვნენ მმართველები. წარმოიდგინეთ, დინასტიების უმეტესობა ხომ დაპყრობებით, ომებით იწყება. ესენი იყვნენ სუფიური მისტიკური ორდენი. მათი ძალა იარაღში კი არა, რწმენაში იყო. ყოველ შემთხვევაში თავიდან ასე იყო. და შემდეგ სცენაზე გამოდის ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი თავდაყირა დააყენა. შაჰ ისმაილ პირველი. ის იყო ერთი მხრივ წარმოუდგენლად ქარიზმატული ლიდერი, მეორე მხრივ კი უკიდურესად დაუნდობელი. სწორედ მან შექმნა იმპერია, თანაც პირდაპირ მნიშვნელობით ცეცხლითა და מחვილით. კარგი, მაგრამ რას ნიშნავს ეს რელიგიური ტირანია რეალურად? ისმაილის მეთოდი იყო შოკის მომგვრელად მარტივი და ამავდროულად სასტიკი. მან მთელ სპარსეთს ფაქტობრივად ულტიმატუმი წაუყენა: ან მიიღებთ შიიტურ ისლამს, ან სიკვდილი. სწორედ ამ ერთმა რადიკალურმა გადაწყვეტილებამ ჩამოაყალიბა ირანის რელიგიური სახე მომდევნო საუკუნეების განმავლობაში. რა თქმა უნდა, ასეთ აგრესიულ პოლიტიკას შედეგები მოჰყვებოდა. ისმაილმა კი გააერთიანა ირანი შიიზმის დროშის ქვეშ, მაგრამ ამით მან პირდაპირ გამოიწვია რეგიონის გიგანტი, სუნიტური ოსმალეთის იმპერია. და ასე დაიწყო უზარმაზარი დაპირისპირება. და როცა ვამბობთ დაპირისპირებას, არ გულისხმობთ ერთ ბრძოლას. ეს იყო საუკუნოვანი კონფლიქტი. ყველაფერი 1514 წელს ჩალდირანის ბრძოლაში სეფიანების გამანადგურებელი მარცხით დაიწყო. ეს მათთვის მართლაც ცივი შხაფი აღმოჩნდა. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ამას მოჰყვა ომეთის მთელი სერია, რომელმაც რეგიონის ბედი საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში განსაზღვრა. და იცით რა არის აქ ყველაზე მნიშვნელოვანი? ეს არ ყოფილა უბრალოდ ომი მიწისთვის, არა. ეს იყო ორი იდეოლოგიის, ორი სამყაროს შეჯახება, შიიტური ირანისა და სუნიტური ოსმალეთის. ამ დაპირისპირებამ ახლო აღმოსავლეთში ისეთი ღრმა გამყოფი ხაზი გაავლო, რომ მისი კვალი, წარმოიდგინეთ, დღესაც კი აშკარად ჩანს. იმპერიის ასეთი ცეცხლოვანი, ქაოსური დასაწყისის შემდეგ დგება ახალი ერა. სცენაზე გამოდის მმართველი, რომელიც ისტორიაში აბას დიდის სახელით შევიდა, შაჰ აბას პირველი. და თუ ისმაილი იყო ცეცხლი, აბასი იყო გონება. მისი მიდგომა იყო რადიკალურად განსხვავებული, ცივი, პრაგმატული და შორს მჭვრეტელი. აი, შეხედეთ ამ შედარებას, კონტრასტი მართლაც გასაოცარია. ერთ მხარეს გვაქვს ისმაილი, რომლისთვისაც მთავარი იყო იდეოლოგიური დაპყრობა, რელიგიური ფანატიზმი. მისი ეკონომიკა ფაქტობრივად ომის ნადავლზე იდგა. მეორე მხარეს კი შაჰ აბასია, რომლის ფოკუსი პრაგმატულ სტაბილურობაზე, ცენტრალიზებულ არმიასა და, რაც მთავარია, საერთაშორისო ვაჭრობაზე იყო. ეს არის ერთი იმპერიის ორი აბსოლუტურად განსხვავებული ფილოსოფია. კარგი, და როგორ შეძლო მან ამ ყველაფრის გაკეთება? ნაბიჯ, ძალიან ჭკვიანურად. პირველ რიგში არმია. მან შექმნა თანამედროვე ცენტრალიზებული ჯარი და ამით, ასე ვთქვათ, მოთოკა ტომის ბელადები. მერე რაკნა, დიპლომატია. შეკრა ალიანსები ევროპელებთან, საერთო მტრის, ოსმალეთის წინააღმდეგ. და ბოლოს გენიალური სვლა, ააშენა ახალი ზღაპრული დედაქალაქი, ისპანი, რომელიც იმპერიის ახალ ცენტრად აქცია. მისი ეკონომიკური სტრატეგია კი, იცით, ცალკე აღნიშნის ღირსია. ის არ იყო მეოცნებე, ის იყო არქიტექტორი. მან შექმნა სისტემა. შეხედეთ, ნაბიჯი პირველი. დაიბრუნა ოსმალების და უზბეკების მიერ წართმეული სავაჭრო გზები. ნაბიჯი მეორე. ააშენა გზები და ქარვასხლები, რომ ვაჭრებს გადაადგილება შეძლებოდათ. მესამე. თავისი ახალი არმიით უზრუნველყო სრული უსაფრთხოება. და მეოთხე ლოგიკური ნაბიჯი მოიწვია სომეხი, ინდოელი და ევროპელი ვაჭრები და უთხრა: მობრძანდით, აქ უსაფრთხოა და შეგიძლიათ ივაჭროთ. გენიალური არა? კარგი, გავიარეთ ცეცხლი, ომები, დავინახეთ ოქროს ხანა და საბოლოოდ რასთან მივედით? რა დაგვიტოვეს სეფიანებმა? მოდით შევაჯამოთ, რა არის მათი მთავარი მემკვიდრეობა და რატომ ვსაუბრობთ მათზე დღესაც კი.
მოკლედ, მათი მემკვიდრეობა დგას სამ უზარმაზარ საყრდენზე. პირველი და ყველაზე ფუნდამენტური რელიგია. სწორედ მათ აქციეს შიიზმი ირანის სახელმწიფო რელიგიად. მეორე ეროვნული იდენტობა. მათ შექმნეს თანამედროვე ირანის ბირთვი. და მესამე, რა თქმა უნდა, კულტურა. მათ შექმნეს ხელოვნების, არქიტექტურისა და ფილოსოფიის ისეთი ოქროს ხანა, რომლის ნაყოფითაც მსოფლიო დღემდე ტკბება. და აი სწორედ აქ უბრუნდებით მთავარ, ცოტა არ იყოს არასასიამოვნო კითხვას. რა ფასად იქნება ერის იდენტობა? სეფიანების მაგალითი ამაზე ძალიან მკაფიო, თუმცა რთულ პასუხს გვაძლევს. ეს არის პროცესი, სადაც ერთმანეთშია გადახლა რთული საოცარი შემოქმედება და წარმოუდგენელი სისასტიკე. ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც დღემდე აყალიბებს არა მხოლოდ ირანს, არამედ მთელ რეგიონს.